ტკივილი საფეთქელ ქვედა ყბის მიდამოში, ყბის დაჭიმულობა, თავის ტკივილი განსაკუთრებით დილის საათებში, კაცუნის სახსარში, პირის გაღება დახურვის შეზღუდვა, შუილი ყურებში, სახის ქვედა მესამედის ასიმეტრია, კბილების ცვეთა ანუ ბრუქსიზმი. ეს სიმპტომთა ის ჩამონათვალია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს გნათოლოგიური მკურნალობის აუცილებლობას. გნათოლოგია ზოგადად ახალი მიმართულებაა სტომატოლოგიის, რომელიც შეისწავლის ყბაყბილთა სისტემის და საფეთქელ ქვედაყბის სახსრის ფუნქციურ კვლევას და შემდეგ ამ გარკვეული პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს. სპეციალისტების გუნდის წევრებს შორის დომინანტი ასეთ შემთხვევაში ექიმი გნათოლოგია, ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი, რომლის მომსახურების მიღება სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსშია შესაძლებელი. ესეთი პაციენტები არიან აპათიურები, ადინამიურები, უჭირთ მეტყველება, უჭირთ საჭმლის მიღება და რაც თავარია არის საოცარი ტკივილი და დაჭიმულობა კუნთის. ამიტომ აი ამ ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალბიუს ყოლოდა თავისი სპეციალისტი ამ მიმართულებით, ეს არის ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი. ამისათვის ჩვენ შევიძინეთ სპეციალური აპარატი, გვაქვს აბსოლუტურად ყველა საშუალება, ყველა მოწყობილობა იმისათვის, რომ მაქსიმალური სერვისი მიიღონ ჩვენმა პაციენტებმა და ეს რა თქმა უნდა სასარგებლო არის როგორც ჩვენი პაციენტებისთვის, ასევე ჩვენი კლინიკისთვის. სტომატოლოგიურ ცენტრ ალბიუსში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყბაყბილთა სისტემის გამოკვლევის მეთოდებიდან დაემგირ იყო ახალი გამოკვლევის საშუალება, კერძოდ ფუნქციურ სტომატოლოგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ყბაყბილთა სისტემის ფუნქციის გამოკვლევას. ასევე პაციენტებს, რომლითაც გააჩნიათ შემდეგი სიმპტომები, როგორიც არის ყბილთა შეთანხმების პრობლემა, ასევე საფეთქელ ქვედაყბის სახსრის ღრიუ ჩივილები. ამ შემთხვევაში გამოკვლევის აღნიშნული მეთოდი გვეხმარება, რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, მოხდეს შეფასება ყბილთა შეთანხმების, ასევე საფეთქელ ქვედაყბის სახსრის მდგომარეობის შეფასება, კერძოდ სასახსრე თავის პოზიციონირება სასახსრე ფოსოში და აღნიშნული კი ხელს უწყობს, რათა შეფასდეს მდგომარეობა პაციენტის და აიგეგმოს მკურნალობის სწორი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორთოპედიულ მკურნალობას, ასევე ორთოდონტიულ მკურნალობას. ძალიან ხშირად პაციენტები მოგმართავენ ბრუქსიზმით, რომელიც არის ქვედაყბის მამოძრავებელი, ანუ მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება, ანუ ჰიპერტონუსი, რომელიც ხელს უწყობს კბილების ცვეთას და ამ შემთხვევაში იცვითება კბილის ისეთი მაგარი ქსოვილები, როგორც არის მაგალითად მინანქარი, რომელიც არის ყველაზე მაგარი მინერალიზებული ძვალი მთელს ორგანიზმში. ბექარის გადასამზადებლად ალბიუსში გნათოლოგიის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი, საერთაშორისო დონის გნათოლოგი მოიწვიეს, რომელიც ამ საქმეს უკვე რამდენიმე 10 წლეულია ემსახურება. ჩემი მისია აქ არის ექიმის გადამზადება, რომელიც იქნება ფუნქციური დიაგნოსტიკის ექსპერტი. ეს აუცილებელია თითოეული პაციენტისთვის, თუმცა სამწუხაროდ ბევრ ექიმს ამისთვის დრო არ ყოფნის. თუ თქვენ ხართ ორთოპედი და აკეთებთ პირის ღრუს სრულ რეაბილიტაციას ლამაზი ვინირებით ან იმპლანტებზე პროთეზით, აუცილებელია მეტი გაიგოთ პაციენტზე. უნდა იცოდეთ, როგორ მოძრაობს ქვედაყბა, როგორ ხდება კბილების საკონტაქტო ზედაპირების შეთანასოვნება ერთმანეთთან და როგორია მათი კავშირი საფეთქელ ქვედაყბის სახსართან. ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია, რადგან შესაძლოა არსებობდეს ფარული პრობლემები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა, ან პაციენტი უბრალოდ ვერ ხსნის, თუ რა დისკომფორტს განიცდის. ჩვენი მიზანია პაციენტს შევთავაზოთ დეტალური და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რომელიც მოითხოვს სპეციალურ აპარატურას და ცოდნას, რასაც სწორედ ამ სამდღიან კურსზე განვიხილავთ. ამონაცემების შეგროვების შემდეგ საჭიროა მათი გადამუშავება, დიაგნოზის დასმა და პაციენტისთვის საუკეთესო თერაპიული პოზიციის განსაზღვრა. ეს პოზიცია შეიძლება იყოს ორთოდონტიული მკურნალობის საწყისი წერტილი ან მომავალი პროთეზირების საფუძველი. ამიტომ ეს იქნება სპეციალისტი, რომელიც დაეხმარება ამ კლინიკის ორთოპედებს და ორთოდონტებს, რათა თავიდან აირიდონ შეცდომები, იმოქმედონ პროგნოზირება და დაჰქონდეთ სანდო მონაცემები. ეს მათ საშუალებას მისცემს იყვნენ უფრო წარმატებულები და ყავდეთ უფრო მეტი მადლიერი პაციენტი. ამაში დარწმუნებული ვარ.
ლეონიდ ენდინი SD Matrix-ის წარმომადგენელია. კომპანიისა, რომლის ტექნოლოგიებიც უშუალოდ სტომატოლოგების მიერაა შექმნილი და ყველაზე მძლავრ და დახვეწილ სისტემას წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების მონიტორირებისა და დიაგნოსტირება მკურნალობისთვის. სოფლიოში არსებობს არაერთი მოწყობილობა, რომელიც ქვედაყბის მოძრაობის რეგისტრაციას ემსახურება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ძალიან მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არამხოლოდ ქვედაყბის მოძრაობას აფიქსირებს, არამედ მასში შესაძლებელია დამატებითი მონაცემების შეტანაც. კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები DICOM ფორმატში. ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს კომპიუტერულ ტომოგრაფიაში არსებული მონაცემები შევიტანოთ სისტემაში. შიდა სკანირების მონაცემები ეს საშუალებას გვაძლევს პაციენტის პირისღრუს დეტალური 3D გამოსახულება მივიღოთ. პაციენტის სახის სკანირება სპეციალური სტიკერის გამოყენებით შესაძლებელია სმარტფონის საშუალებით პაციენტის 3D სახის შექმნა. როდესაც ყველა ეს მონაცემი გაერთიანებულია, პროგრამული უზრუნველყოფა გვაჩვენებს, როგორ მოძრაობს ქვედაყბა, როგორ ურთიერთობს ქვედაყბის სახსარი, კონდილები, სახსრის ფოსოსთან ოკლუზიური კონტაქტები, როგორ ებჯინებიან კბილები ერთმანეთს, ცეფალომეტრიული ანალიზი, ორთოდონტიული დიაგნოსტიკისთვის, ქვედაყბის პოზიცია და მისი დაგეგმა. დიახ, ეს ის უძვირფასესი ინფორმაცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია სტომატოლოგ პროთეზისტების, ორთოდონტების, დენტალური ტექნიკოსების, ესთეტიური სტომატოლოგიის სპეციალისტებისთვის. ინფორმაცია, რომლის გარეშეც 21 საუკუნეში შეუძლებელია სრულყოფილი სტომატოლოგიური სერვისის მიწოდება. მე იმედი მაქვს, რომ ხშირად დავბრუნდები აქ, რადგან საქართველოში დაბრუნება ყოველთვის მსიამოვნებს. ჩვენი სპეციალისტი, ბექა ექიმი, ეტაპობრივად არამხოლოდ მონაცემთა შეგროვებას შეძლებს, არამედ მათ სრულფასოვან ანალიზსაც მოახდენს, რითაც კლინიკისთვის უაღრესად ღირებული გუნდის წევრი გახდება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველა პაციენტი, რომელიც ალბიუსში ორთოდონტული ან პროთეზირების მკურნალობის დაწყებას დაგეგმავს, ამ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკით ისარგებლებს. ეს არის ის, რისიც ჯერა. ასე რომ დოქტორ ენდინი პირდაპირ ხაზზეა სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსთან და ადგილზე თუ დისტანციურად უკვე ალბიუსის ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტთან ერთად ზრუნავს თქვენი პირისღრუს ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, იმ ენაზე, რომელიც ყველას ესმის.